მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ ერთ ძალიან მაგარ რაღაცას. ეს არის EV800D FPV სათვალეები. ბიუჯეტური, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგი ხარისხის. მოდით გავხსნათ, რას გვთავაზობს ბიძია ჟაო ჩინეთიდან. პირველ რიგში 5. ძალიან კომპაქტური, ძალიან კარგი და რა ვიცი, განსაკუთრებული არაფერი, თუმცა მე მიყვარს, როდესაც აპარატურას FPV-ში მოყვება ესეთი ძალიან ერგონომიული და საჭირო რაღაცეები. ეს არის 5, რომელიც დამიჯერეთ, როცა დიდი ხნით იქნებით უკვე FPV ჰობიში და ხშირად მოგიწევთ გასვლები, ძალიან ბევრი რაღაცა არის, როცა გიჩვენია რომ უბრალოდ ერთად იყოს ასე მოთავსებული და შემდეგ ჩადო უბრალოდ შენს ჩანთაში. ეს არის პირველი unboxing-ი და ნახოთ. პირველი ძალიან თხელი ინსტრუქცია, მაგრამ ყველაფერი რაც არის საჭირო ზედ არის. ასევე მოყვება მას თავისი ანტენები და დასაწყებად საწყისი ფრენებისთვის ჩემი აზრით შვენიერი რამ არის. და თავად ჩვენი ლამაზმანი, თავის ლამაზ დასადებით, მოდი ეს დავხუროთ და გადავდოთ რომ ხელი არ შეგვიშალოს. რას ვიტყვით? ძალიან ლამაზი არის აშკარად, ვერაფერს ვერ ვიტყვით, ცუც მასზე, მაგრამ ძალიან კარგი არის. აქვს თავისი სამაგრი და რისთვის აქვს ახლა მალე გაჩვენებთ ამას. Micro USB, ანუ Type-C არ არის, ბიუჯეტური არის და როგორც ასეთი ტექნოლოგია არის რაღაც ახალი, საკმაოდ გამოცდილი აპარატურა არის. გვაქვს სხვადასხვა ღილაკები ჩართვის, ძებნის და ასე შემდეგ. გვაქვს ასევე ანტენების სამაგრები, სადაც არის, მოდი ანტენების გავუკეთოთ. ესე იგი, ერთი ანტენა არის მიმართული, ეგრეთ წოდებული, რომ შორს ვიფრინოთ მაგისთვის. ასე. და ერთი ანტენა არის წრიული მოქმედების, რათა თქვენს უკანაც და გვერდებშიც ახლოს როცა ვიფრენთ ოღონდ რა თქმა უნდა შედარებით, არ იყოს არანაირი პრობლემა და შეფერხება. ეს არის მთელი მისი სახე. წინიდან, უკნიდან ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო რაღაც რომ ამ ბიუჯეტში DVR-ი, ანუ შიგნით რასაც ჩვენ ხედავთ რომ ჩავიწეროთ SD ბარათზე, ეს ძალიან კარგი პლუსი არის იმათ რომ გითხრათ, იმიტომ რომ არის სათვალეები, რომლებიც ფასში ძალიან გავს ამას, მაგრამ მსგავსი ფუნქცია არ აქვს. ამასთან ერთად გვაქვს ძალიან კარგი ფუნქცია, რომელიც ჩემთვის გახდა EV800D-ს კიდვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ზოგადად ბაზარზე შემოტანის გასაყიდად. აი ეს. ჩვეულებრივად იხსნება ეკრანი და შეგიძლიათ რაღაც შტატივზე დაამაგროთ და სახეზე არ გეკეთოთ, არამედ აქ უყუროთ. გაჩვენებთ ეხლავე, რომ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. აი ეს არის სათვალე. ეს არის attachment-ი, რომელშიც უბრალოდ რომ კარგად ხედავდეთ იმისთვის. როგორც კი აღარ მოგვინდება ეგრე ყურება, მაგალითად, გვინდა რომ მართლა FPV-ით ვიფრინოთ FPV რეჟიმში, ჩვეულებრივად ვიღებთ FPV სათვალეს. ამასთან ერთად აქვს პლუსი, რომ სათვალე შიგნით ეტევა, თუ მაგალითად სათვალეებს ატარებთ, მე მაგალითად ვატარებ ხოლმე და არ აწვება ცხვირს, რაც ძალიან დიდი პლუსი არის. ძალიან ვერ წარმოგიდგენიათ თუ რა პლუსი არის, აი აქ რო სივრცე გაქვთ. მე მაქვს ჩემი, რომელსაც ვიყენებ ეხლა ამ ეტაპზე. ეს არის ჩემი Skyzone Cobra X-ი, მოდი შევადაროთ ბარემ ზომებითაც. არა, განსხვავება რა თქმა უნდა არის, ეს უფრო პატარა არის, სათვალეები არის კიდევ უფრო პატარები არის, თუმცა ბიუჯეტიდან გამომდინარე, ეს თუ 800 იღირს, ეს ღირს 400-მდე არ მახსოვს ზუსტად, ვნახავ მერე. მაგრამ შედეგი, სიმართლე გითხრათ, საკმაოდ დამაკმაყოფილებელი და კარგი დადო ამან, იმიტომ ძალიან მომეწონა. ჩემმა მეგობარმა შეუკვეთა ჩემთან და ძალიან მომეწონა. არ ველოდი თუ ასეთი კარგი გამოვიდოდა. ზოგადად FPV ჰობიში ყველაზე ერთ-ერთი დამაბრკოლებელი არის სათვალეების ფასი და აი ეგ პრობლემა მოიხსნა ამ შემთხვევაში აი ამ სათვალით. მას ასევე მოყვება თავისი მცირე კაბელი, რომლითაც შეგიძლიათ გამოსახულება გამოიყვანოთ და რა თქმა უნდა თავისი კაბელით დასამუხტად ან რა ვიცი რაღაცის გადმოსატანად ინფორმაციის ან გასაახლებლად. როგორც გითხარით, ეს არის ორანტენიანი თავისი SD ბარათით და რა არის მისი ერთ-ერთი მთავარი პლუსი? ეს არის diversity. ანუ ორი ანტენა მოქმედებს ცალ-ცალკე. ეს არის სერიოზული პლუსი. მას აქვს როგორც გითხარით ორი ანტენა, ერთი პაჩანტენა, აი ეს მიმართული, რომ შორს საფრენად და მეორე ომნი წრიული მოქმედების, რა თქმა უნდა, გარშემო სიგნალი ახლოს ფრენისთვის, შედარებით ახლოს ფრენისთვის იყოს სტაბილური. სისტემა ავტომატურად ირჩევს იმ ანტენას, რომელიც ეხლა უკეთეს სიგნალს იღებს. შესაბამისად, პრობლემა აღარ გექნებათ. და როცა მაგალითად ახლოს დაფრინავდი და რაღაც მომენტში წახვედი საკმაოდ შორს, მიმართული ანტენა იღებს თავის
თავზე უკვე პასუხისმგებლობას. ფრენის ვიდეოს ჩანაწერები ასევე რაც ძალიან დიდი პლუსი არის, როდესაც შეგიძლია შენი ფრენები ჩაწერო და დროთა განმავლობაში შემდეგ შეაფასო, სხვებს აჩვენო და გაუზიარო, ან დრონი დაგეკარგა შეიძლება და უბრალოდ ნახავს სად ჩამოგივარდა ასევე ჩანაწერს. ეს ძალიან კარგი რაღაც არის, თვითონ სათვალეშივე შეგიძლია ნახო, ან ამოიღო და ტელეფონში ან კომპიუტერში გადაიტანო. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალური ვერ იქნება. ამ სათვალის მთავარი მინუსი არის ელემენტი. ის ჩაშენებულია და ძლებს დაახლოებით საათნახევარი 2 საათს. თუმცა არის გამოსავალი, რა თქმა უნდა, ყოველთვის FPV დრონში ყოველთვის არის გამოსავალი. შეგიძლიათ აიღოთ powerbank-ი და დააკავშიროთ. შესაბამისად დაიმუხტება და პირდაპირ ჩართვაც შეგიძლიათ. ფრენის დროს პირდაპირ, ანუ არ ჭირდებათ დამოკიდებული იყოს მის ჩაშენებულ ბატარეებზე. აღარ ხარ ამაზე პრობლემა როგორც ასეთი არ იქნება. ღირს თუ არა ყიდვა 2026 წელს ანალოგის შემთხვევაში, როდესაც დავფრინავთ უფრო დაბალ ბიუჯეტი დრონებით და ცოტა სხვა გათვლები გვაქვს, საუკეთესოა. ფასი და ხარისხი ერთმანეთთან შეფარდებით გვაძლევს საუკეთესო მოცემულობას და FPV ჰობიში შემოსასვლელად ძალიან კარგი მოცემულობა გვექნება. ასევე მისი ერთ-ერთი ძალიან დიდი პლუსი არის როგორც გითხარით ეკრანი, რომელიც ეხსნება. ეს ვერ აგიხსენებთ თუ რა მაგარი რაღაც არის, აი ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი game changer-ი არის ამ შემთხვევაში და მიზეზი რის გამოც მაგალითად მე ვიყიდი მას. ეს არის მისი ეკრანი, ხედავთ ლამაზად. არც სინათლის პრობლემა აქვს, ეხლა მაგალითად ერთი განათება, ორი განათება, სამი განათება ანათებს, მაგრამ ჩაულებრივად ძალიან კარგად ხედავ. მოდი შევაერთებ ხაპა ჩემს პატარა დრონს, ჩემი Air-65, რომელიც ასევე შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ. არ გეგონოთ რომ ეს პატარა რო არის რაღაც ისეთი არისო, ძალიან მაგარი დრონი არის. მოდი ახლა მოვძებნოთ ავტომატურს მივცემ ავტომატურ ძიებას, ზედა ღილაკის search სადაც აწერია. ნახა, ძალიან კარგი. ესეც ასე, ესეც მე, გამარჯობა. და ეს კი ჩვენი სათვალე. მოდი აბა ლუპი გავაკეთოთ. ეს არის ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს უნდოდეს FPV სათვალისგან. ხელში შეგიძლია დაიჭირო, შეგიძლია თავზე დაიმაგრო, ძალიან მაგარი რაღაც არის. რავი, მე ყველას ურჩევ, რომ ვისაც FPV ჰობის შემოსვლა უნდა და არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დიდი თანხები ჩადოს თავიდან და როგორც ასეთი, რაც არ უნდა მაგარი სათვალე იყიდოთ, დამიჯერეთ, ამას ყოველთვის გამოიყენებთ, როგორც დამატებით ეკრანს. ჩვეულებრივ შტატივზე, აი შტატივის სამაგრი აქვს, ქვემოთ წეგან გაჩვენეთ, დაამაგრებ, დადგამ და დაფრინა. მაგალითად, მე გამოვიყენებ ამას შორს ფრენების დროს, იმიტომ რომ სათვალე როცა გიკეთია ძალიან შორსოა დაფრინავ, ცოტა დამღლელი არის, ან თუნდაც გამოვიყენებ ბატარეების დატესტვისას, ჩემს საწყობილ ბატარეებს ტესტავ ხოლმე და რავი 40 წუთი, 50 წუთი ფრენა სათვალით სახეზე დამიჯერეთ დამღლელი არის. მინუსებიდან ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი მინუსი, რომელიც ჩემთვის არის, ეს არის კონექტორები, რომლებიც არის შებრუნებული, ვიდრე სტანდარტულად არის ხოლმე, ანუ ეგეთ ჩემს სათვალეზე. თუმცა იქ ჩემთვის პრობლემა არ არის, მაქვს გადამყვანები, რომლებსაც გამოვიყენებ და შემიძლია ასევე დაგეხმაროთ მათ შეძენაში თქვენ. თუ გსურთ მსგავსი აპარატურის შეძენა, ან გსურთ FPV ჰობიში შემოსვლა, აუცილებლად დაგვიკავშირდით, ჩვენ დაგეხმარებით ამ სფეროში შემოსვლაში და განვითარებაში. ასევე დაგეხმარებით, რომ საუკეთესო ფასებში შეიძინოთ აპარატურა მთელს საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება მინუსებს. მინუსებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ კი ეს ეგრეთ წოდებული მატოვი გარე ძალიან ლამაზი არის და ხელში ძალიან სასიამოვნო არის, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ განხილვის განმავლობაში ძალიან დაისვარა. ნუ ეგ არ არის ისეთი მინუსი, რომ რაღაც პრობლემას ქმნიდეს, უბრალოდ გავუსვამ აი მე ტილოს და პრობლემა მოგვარდება. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი არის თავის ბიუჯეტში. თუ გსურთ შეიძინოთ, დაგვიკავშირდით, დაგეხმარებით, ჩვენ ჩამოგვაქვს, ან ადგილზე გვექნება, გააჩნია, იმიტომ რომ იმდენად პოპულარული გახდა იმ ბოლო დროს ეს სათვალე ჩემს მაღაზიაში, რომ ვეღარ აუდივართ, ასე ვთქვათ, მევასებ ჩამოტანას. ამიტომ აუცილებლად დაგვიკავშირდით და გეტყვით რა როგორ არის ზოგადადაც FPV ჰობიში შემოსასვლელად და ჩვენ ერთად უფრო მეტი FPV პილოტი გავიქნებით საქართველოში. რაც მეტი, მით უკეთესი, უფრო მეტი გართობა და ასე შემდეგ. მიწოდება საქართველოს მასშტაბით გვაქვს, ძალიან სწრაფად, ამიტომ სახში მიტანა პირდაპირ თემუსავით ვართ. ამიტომ გელოდებით თქვენ მონაწერებს, თუ გსურთ ან ამ აპარატურის, ან სხვა რაიმე შეძენა, ან გსურთ FPV ჰობიში შემოსვლა, დაგვიკავშირდით, ჩვენ დაგეხმარებით, რომ ეს ყველაფერი ერთად გავაკეთოთ. კარგად და მომავალ შეხვედრამდე.